Დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ქალების ნარატივის ვიწყებთ. მე ვარ ლიკა მეკუცნიშვილი და მომდევნო 1 საათის განმავლობაში გამორჩეულ საქმიანებთან ერთად საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მთავარ იდენტობაზე, რომელიც ამავე დროს საქართველოს ეკონომიკისა და კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღიც არის. ეს არის ქართული ღვინო და ქართული ხელოვნება. გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იქცევა ქართული დიზაინი და ხელნაკეთი ნაწარმი საერთაშორისო მოვლენად და გაგაცნობთ უახლოეს დღეებში დაგეგმილ პრემიუმ ღონისძიებას, სადაც ღვინის არომატი და ქალების მეწარმეობა ერთმანეთს ერწყმის. მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ მეღვინეობის უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით, გაგაცნობთ ბიზნესს, რომელიც საკუთარ ფესვებსა და საგვარეულო მიწას უკავშირდება. მოგიყვებით, როგორ იქცევა აფხაზეთის ომის ტკივილი ემიგრაცია და სამშობლოში დაბრუნება, წარმატებული შატოსა და პრემიუმ ღვინის შექმნის ისტორიაც. თუმცა, იქამდე სანამ ამ თემებს სტუმრებთან ერთად დავფარავთ, ტრადიციულად მიმდინარე ბიზნეს სიახლეებს უნდა გადავხედოთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გასული თვის განმავლობაში სარეზერვო რეზერვები მარტთან შედარებით 154 მილიონი დოლარით 6 მილიარდ 470 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სავარაუდოდ სებმა განაგრძო სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა, თუმცა აღნიშნული შესახებ დეტალური სტატისტიკა ცნობილი 27 მაისს გახდება, ხოლო იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად სების წმინდა შესყიდვები 499 მილიონ 700 დოლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში არის აღნიშნული. უფრო დეტალურად სები 2026 წლის თებერვალში გაკეთებული პროგნოზით 2026 წელს საქართველოში 5%-ის მაჩვენებლის ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა 3.7%-ის ინფლაციის კვალდაკვალ. განახლებული შეფასებით კი წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4.9% იქნება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ასევე მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც ინანში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტები არის შეფასებული. სების თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონთან ეკონომიკური კავშირების უმთავრესი კომპონენტი არის ტურისტული სექტორი და ფრენების შეზღუდვა, ასევე საწვავის ფასის გაძვირება, საავიაციო ფრენების შესაბამისად ფასების მატება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროექტის ფარგლებში 2013-დან 2025 წლებში სულ 1.070 მილიონი ლარის სუბსიდია გაიცა 8099 ბიზნეს სესხზე, რომელიც 2827 კომპანიის მიერ იყო აღებული. ამასთან აღნიშნული სესხების მოცულობა, ანუ თანხა, რაც ბიზნესებმა ბანკებიდან ისესხეს და რაზედაც 1.070 მილიონი ლარის პროცენტის თანადაფინანსება მიიღეს, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი კრედიტის საშუალო მოცულობა 561,000 ლარს უტოლდება, სუბსიდიის ზომა კი 122,000 ლარი იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით ღვინეებს ღვინის ჭურჭელზე QR კოდების დატანის ვალდებულება უჩნდებათ, რომელიც მომხმარებელს ჩამოსხმული ღვინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს. ღვინის თემაზე სულ რამდენიმე წამში კიდევ უფრო ცვლად და დეტალურად უკვე სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. თარიღი შემთხვევითი არ არის იუნესკოს მიერ აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება. 8 მაისი კი სიმბოლურად განასახიერებს იმ 8000 წლიან უწყვეტ ისტორიას, რომელსაც ქართული ბაზისა და ღვინის კულტურა ითვლის და რასაც სწორედ მაისში დაწყებული არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს. სწორედ ამ საგაზაფხულო და სადღესასწაულო კონტექსტზე ხმიანება კიდევ
ასევე ერთი გამორჩეული მოვლენა 17 მაისს ვინოტელში გაიმართება ღონისძიება ქალის გაზაფხული ღვინის არომატში, რომელიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებას, მეწარმეობასა და ცხადია ღვინის კულტურას. ღონისძიება გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებზე და დიპლომატიურ კორპუსზე. პროექტის უკან კი დგას ქალი, რომელიც წლებია დაუღალავად მუშაობს ქართული ხელნაკეთი ნაწარმისა და დიზაინის პოპულარიზაციაზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა. ის ახლახან დაბრუნდა სხვათაშორის ათენიდან, სადაც მისი ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა პროექტი ქართული დღეები ათენში. როგორ იქცევა კულტურა, ეკონომიკურ შესაძლებლობება და რა გზას გადიან ქართველი მეწარმე ქალების საერთაშორისო აღიარებამდე ჩვენი სტუმარია კულტურული ღონისძიებების ინიციატორი და პლატფორმა კოლაბორაციული ივენთის დამფუძნებელი სოფო მინაძე და თემაზე საუბარს ახლა მასთან ერთად განვაგრძობ. სოფო უკვე ჩვენთან ერთად არის, გვერდდება პირდაპირ ეთერში და მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის სოფო და იმისთვის, რომ ამ ძალიან საინტერესო ამბებს ხეს გაგვიზიარებთ ჩვენ და გავუზიარებთ ცხადია ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა რომ დაგეგმილი ღონისძიებით დავიწყოთ, იმიტომ რომ სიახლეა და სულ რამდენიმე დღეში უკვე ძალიან ბევრ მეწარმეს, მეღვინეს გააერთიანებთ ერთ სივრცეში და მინდა რომ კონცეფციაზე მოგვიყვეთ უფრო მეტი დეტალი, რამდენად გამორჩეული დღე ელოდება 17 მაისს უკვე მათ შორის მომხმარებელს, თავად ბიზნესს და ეს სინერგია საბოლოოდ რა შედეგზე გაგიყვანთ, თქვენ რა გაქვთ ჩაფიქრებული? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში სტუმრობისთვის, არაჩვეულებრივი გარემოა, არაჩვეულებრივი წამყვანი. როგორც უკვე აღნიშნეთ, 17 მაისს სასტუმრო ვინოტელი სტუმრობს გააერთიანებს ქართულ ხელოვნებას და ღვინოს. და სახელით სათაურიც აქედან არის ქალის გაზაფხული ღვინის არომატში. ნახეთ, ქალის სინაზე ხელოვნება, მისი აი ხელნაკეთი აქსესუარი ხელოვნება გაზაფხულთან ასოცირდება და ღვინო ქართულ ელემენტებთან ასოცირდება. ეს არის შერწყმული პროექტი, ერთიანი პროექტი, კოლაბორაციული პროექტი, რომელიც გაიმართება სასტუმრო ვინოტელში. ჩვენი მხარდამჭერია სასტუმრო ვინოტელი და მადლობა მინდა და ხშირად უჭერს მხარს ვინოტელი ესეთ პროექტებს და მეძლევა საშუალება და მაქვს საშუალება რომ პირდაპირ ეთერიდან მადლობა მოუხადო, განსაკუთრებული მადლობა ვინოტელს და მის წარმომადგენელს და არაჩვეულებრივ ქალბატონს მარიამ ჭყოიძეს, რომელიც უშუალოდ პროექტში არის ჩართული. ეხლა რაც შეეხება პროექტს, ესე იგი პროექტის მიზანია ქართული ხელნაკეთი აქსესუარის, ქართული ხელოვანი ხალხის, დიზაინერების, სამოსის, ასევე მხატვრების პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე და ფართო აუდიტორიის გაცნობა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ღვინოსთან როგორ აკავშირებთ ამ ყველაფერს? ესეც საინტერესოა, რა თანაკვეთა ჩნდება უკვე. დიახ, ეხლა გეტყვით. ჩვენი მიზანია ქალი მეწარმეების, ქალი აი საზოგადოების განვითარება და ხელშეწყობის პროექტი საქართველოში და ასევე საზღვრებგარეთ. და ჩემი პროექტები ყოველთვის მიზნად ისახავდა აი ამას. იმიტომ ქვია ჩემს პროექტს და აი ისა კოლაბორაციული ივენთი. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ჩართულია როგორც ქალი მეწარმე, ესე ქალი მეღვინეც. აი, როდესაც დამთვალიერებელი მოდის მაგალითად, აი, ათვალიერებს ხელნაკეთ აქსესუარს, სამოს და ასე შემდეგ, აი ისინი აი ღვინოც ასოცირდება, აი როგორ პატარა აი ღვინის კუთხე გვაქვს ყოველთვის მოწყობილი, ღვინის დაგემოვნებაც ხდება და კოლაბორაციაში მაქვს ეს ჩართული. ერთმანეთთან, იმიტომ არის ჩემი პლატფორმა კოლაბორაციული ივენთი. ზოგადად რა არის ხოლმე ის შედეგი, რასაც იღებთ ამ ტიპის ღონისძიებებიდან და რაც საბოლოოდ ასევე დადებითად ისახება ჩართულ მხარეებში, იგივე მეწარმეებზე. ხო, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც გეკითხებით ამას, რომ დიპლომატიური კორპუსი საკმაოდ მაღალი რანგის ვიზიტორებითაც იქნება ეს ყველაფერი დახუნძლული და მათ შორის ხომ არ არის ხოლმე თუნდაც საპარტნიორო კავშირების უფრო გაღრმავება, საერთაშორისო ბაზრების თვალსაზრისით დაინტერესება. დიახ. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის. იმიტომ ვრთავ ამ ღონისძიებებს, იმიტომ გავდივარ ქვეყნებგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც, იმიტომ ვაკეთებ ესეთ ღონისძიებებს, რომ საპარტნიორო ურთიერთობები გაღრმავდეს, ერთმანეთი გაიცნონ, თუ გინდათ აი დიპლომატიური წარმომადგენლები რო ყავს, გაიცნონ მათ ნამუშევრებს და აი მოხდეს შემდეგ როგორი რაღაცა, აი მაგალითად დაფინანსებები ამ ხალხს დაუდგენ გვერდში და ასე შემდეგ.
და იცნობენ მათ პროდუქციას, აი უფრო ფართო მასშტაბზე და ფართო ასპარეზზე. თავად მეწარმეების თვალსაზრისით რამდენად ფართო დიაპაზონი იშლება, რამდენად მრავალფეროვანია დაფარვის არეალი, რაც 17-ში დახვდება უკვე საზოგადოებასაც. 20-მდე მეწარმე დიზაინერი ყავს ჩართული, სხვათა შორის მრავალფეროვანია. არის მაგალითად თექაზე ნამუშევარი, არის სამოსი, არის მხატვრები ჩართული, რამოდენიმე ქალბატონი მხატვარი, არის მაგალითად ქვებით ნამუშევარი, ტყავზე ნამუშევარი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მრავალფეროვანი კუთხით არიან წარმოდგენილი მეწარმეები და ქართული ხელოვნება, ქართული დიზაინერები, ესე იგი, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივი ნამუშევრები. აი მართლა ფართოა მათი ნიჭი, მე რასაც ვხედავ, მე თვითონაც დიზაინერი ვარ, თუმცა ამ ბოლო დროს ვერ ვახერხებ ამ ჩემი აი აქსესუარების და ამ ჩემი პროექტების, განხორციელების პროექტების არა იმის მხრივ, რომ აი ხელნაკეთი აქსესუარი დავჯდე, გავაკეთე, თუმცა ძალიან მენატრება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საქმე და აი მათი მხარდაჭერა და ეს მრავალფეროვანი პროდუქცია, რაც მათ აქვს წარმოდგენილი. ძალიან ისეთი პროდუქცია ხარისხიანი, რა თქმა უნდა, ხარისხეორიენტირებულები ვართ ჩვენ და ასე ანუ შერჩევის კრიტერიუმებიც დიახ, გვაქვს შერჩევის კრიტერიუმებს, თუმცა გვინდა მცირე მეწარმეებს, დამწყებ სტარტაპებსაც ძალიან შეუწყოთ ხელი. კი ბატონო. სოფო, თქვენ არაერთხელ აი ამ საუბრის განმავლობაში ხაზი გაუსვით იმას, რომ არ ხართ ორიენტირებული მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე და კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობების გახსნა არის თქვენი მიზანი მეწარმეებისთვის. ამ კონტექსტში საინტერესო არის ათენის გამოცდილება, სულ ახლახანს დაბრუნდით, სადაც თქვენი ორგანიზებით გაიმართა ქართული დღეები ათენში. რა მასშტაბი დაფარა, რამდენად მრავალფეროვანი იყო იქაც ქართველი მეწარმეების ჩართულობა და როგორ იყო ევროპელი აუდიტორიის გამოხმაურება და შეფასება ამ ყველაფერს? ესე იგი, ქართული დღეები ათენში დაიგეგმა იყო 25-26 აპრილი. ჩვენ საკმაოდ დიდი დელეგაციით წავდექით ათენის აუდიტორიაში. აიყო რამოდენიმე მხატვარი, დიზაინერი ჩართული და ასევე ჩართული ყავდა. ეს იყო როგორი ღონისძიება, იცი? კულტურული ღრმა შემოქმედებითი ღონისძიება. შემოქმედებითი დასიც იყო ჩართული, ქართულ-ამერიკული სკოლა იყო ჩვენთან ერთად, ბავშვების შემოქმედებითი დასი, მისი ხელმძღვანელი ია ხურცილავა და კიდევ ჩვენ პროექტს მუსიკალურად აფორმებდა, მინდა გითხრათ, კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტი, რომელიც ჩვენ გუნდში იყო, თათა კვანტალიანი. ეხლა რაც შეეხება მეწარმეებს, ჩვენთან სტუმრობდა იქაური ავტორია და მინდა ავღნიშნო, რომ სტუმრობდა, ესე იგი, ათენის ქართული კულტურის ცენტრი კავკასია და მისი ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე, რომელიც კარგა ხანია ათენში მოღვაწეობს და ის იყო ჩვენი მასპინძელი, მადლობა მინდა მას მოუხადო და ჩვენი დიდი დელეგაციით წავდექით ზუსტად ამ ცენტრში, სადაც აი იმართებოდა 2 დღის მანძილზე გამოფენა გაყიდვა, ასევე ქართველი დიზაინერების და ვორქშოპები იყო სხვათა შორის ჩართული, იქაური ემიგრანტი ბავშვებისთვის ვორქშოპები, ასევე ჩართული ყავდა იქაური ემიგრანტა ჯგუფი, ანუ ესე ფოლკლორული ჯგუფი კავკასია, რომელიც ჩვენს ღონისძიებას აფორმებდა ისიც მუსიკალურად. ის იყო საოცარი შესრულება და ეხლა ჩემი მიზანი რა იყო? რატომ იყო ეს ამხელა, ანუ როგორც ეს მთლიანად კულტურა იყო, ხელოვნება, როგორც შემოქმედებითი დასი, ასევე ხელნაკეთი აქსესუარი, დიზაინერები. ეხლა რატომ იყო? იმიტომ რომ აუდიტორია, რომელიც არის, როდესაც მივდივართ ესეთ ადგილზე, ესეთი ღონისძიებები, როდესაც არის დაგეგმილი, იქ ხო დაანონსებულია, რომ ესეთი ღონისძიებები, აი კონცერტზე, მუსიკალურ ჩართულობაზე შეიძლება უფრო სხვა საზოგადოება მოვიდეს, ხელნაკეთი აქსესუარების დასათვალიერებლად სხვა და ანუ იკრიბება საზოგადოება, რომელიც შესაძლებელია დაინტერესდეს ორივე მხრივ, როგორც მუსიკალური წარმოდგენის ყურებით, ასევე ხელნაკეთი აქსესუარების დათვალიერებით და შეძენით. ეს იყო ჩემი მიზანი. თუმცა მე ბევრ პროექტებს ვაკეთებ, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი პროექტი, ეხლა კიდევ წინაზეც ბევრი პროექტი მსოფლიო გამოფენებზეც ყოფილვარ და ეხლა თესალონიკში სექტემბერში ისევ წავდგებით მსოფლიო გამოფენაზე, ჩემი ორგანიზებით ისევ წარდგება საქართველოს
საქართველო, ქართული ხელნაკეთი, ქართული ბრენდები და აი ეს არის უდიდესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა მსოფლიოში. წინა წელსაც ვიყავით და წელსაც წავდგებით სექტემბერში აუცილებლად. სოფო, როდესაც ასეთ პასუხისმგებლობას იღებთ, რომ ქართული ბრენდები გაიყვანოთ ქვეყნის ფარგლებს მიღმა, საერთაშორისო ბაზარს გააცნოთ უკეთ, რამდენად მკაცრი შიდა ფილტრი გაქვთ მათ შესარჩევად, დასარჩევად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომ ეს შესაძლებლობა მიიღოს თქვენგან? ნახეთ, კრიტერიუმები საკმაოდ ისეთია, უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული აუცილებლად პროდუქტი, უნდა იყოს აი მაგალითად მასაზე გათვლილი, აუცილებლად უნდა იყოს მასაზე და ისინი უნდა აწარმოებდნენ არა ერთეულ პროდუქციას, არამედ მრავალჯერად, ანუ მრავალ ესე იგი ფუნქცი, უფრო ფართო მასშტაბით პროდუქციას, იმიტომ რომ როდესაც წავდგებით, აი თქვათ, მსოფლიო გამოფენაზე ხომ და იქ ბაიერებია მოწვეული, ხო, ინვესტორი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ როდესაც შეკვეთები მოდის, მათ წარმოება უნდა კონტენტ გამართული ისეთი, რომ შეკვეთებზე გავიდნენ, მაგრამ ეს აი მაგალითად ათენის გამოფენა შეიძლება ეხლა აზიაშიც იყოს, ნუ წინასწარ არ მინდა ამის დაანონსება, აი აქ უფრო შეიძლება აი მაგალითად მცირე წარმოების სტარტაპით შეიძლება ჩაერთოს, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული. შესაბამის სერტიფიკატსაც ითხოვთ ამის დასადასტურებლად? დიახ, აქვთ, დიახ, რომელსაც აქვს სერტიფიკატები, კი აუცილებელია თავისი სერტიფიკატები კონდეთ სერტიფიცირებული იყოს პროდუქცია. რამდენად მზარდია აი ამ მეწარმეების ჩართულობა, ვინც მათ შორის მოყვებიან ამ სტანდარტებსაც აკმაყოფილებენ, თავადაც ინტერესი აქვთ, შესაძლებლობები უღრმავდებათ აი ამ გლობალურ ასპარეზზე? საკმაოდ ერთვებიან, იცით რა, ახალ-ახალი მეწარმეები ყავს, ეხლა სხვათა შორის ვინოტელში, ღვინის ფესტივალზე ვიყავი, წარდგენილი, აი იყო, აი შერატონში იყო ეხლა ღვინის არამ ამბასადორი წინა კვირას და აი მანდ გავიცანი ერთ-ერთი მეწარმე, რომელსაც აქვს სრულიად ახალი წარმოება, აი სულ სხვა მინანქარი, რაღაც ხეზე, მაგრამ როგორ არის არსებობს ხეზე მინანქარი, მაგრამ ეს სხვანაირი რაღაც ისეთია. ამიტომ ესეთი გაცნობადობა ხდება და მე ისინი უფრო ერთვებიან, იცნობენ ჩემ პროექტებს და ერთვებიან და იზრდება თანდათან ჩემი მასშტაბები. ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ კოლაბორაციული ივენთის შედეგები და გეგმებიც მოვიკითხო. ამ ღონისძიებების მიღმა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რაზე მუშაობს ახლა კომპანია აქტიურად, როგორი არის წლის შედეგები ამ ეტაპისთვის, რაც უკვე ხელშესახებია და რას გეგმავთ უკვე გრძელვადიან თუ ახლოს პერსპექტივაში? დიახ, ნახეთ, ესე იგი შედეგები საკმაოდ დიდი გვაქვს. დაარსების დღიდანვე ჩართული ვართ აქტიურად, ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. გვაქვს შიდა გამოფენები, გქონდა ქუთაისში, ანუ ბათუმში გამოფენები, ჯერ შიდა საქართველოშიც, ბევრ რეგიონებში მაქვს და იყო დაგეგმილი და იქნება კიდევაც. ეხლა ზაფხულის პერიოდი მინდა ბათუმში მინდა გავხსნა და კიდევ ერთი სიახლე მინდა რომ დავანონსო. ესე იგი, იხსნება ულამაზესი ქართული ხელოვნების კუთხე იმერეთის გულში ქუთაისში. რა პერიოდს უყურებს ეს ამბავი? სადღაც ერთი თვის მანძილზე გაიხსნება. აქ იქნება ქართული ხელნაკეთი, ქართული დიზაინერები, რომლებიც წარდგება ქუთაისის ბაზარზე და გვექნება მათი უნიკალური და ულამაზესი პროდუქცია გადაგებული. ეს იქნება დასავლურ საქართველოს ძირითადად დაფარვის არეალი თუ მათ შორის დედაქალაქიდან თუ არ ვიცი აღმოსავლეთ საქართველოდანაც იქნება დაფარვის არეალი, აუცილებლად დედაქალაქიდანაც ერთვებიან, მინდა ადგილობრივების ჩართო და ეს იქნება პატარა ლამაზი კუთხე. წარმატება თქვენ ამ წამოწყებაში, ბევრი საინტერესო ამბავი ელოდება თქვენი ჩართულობით და ძალისხმევით სამეწარმეო საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, რომ გეგმებსაც აუცილებლად დათქმულ ვადაში მიიყვანთ და შეასრულებთ და მე ჩვენც გვექნება შესაძლებლობა რომ მოვიკითხოთ. დიდი მადლობა თქვენგან. მადლობა. ესე იგი, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ 17 მაისს ვინოტელში გელოდებით არაჩვეულებრივ ფესტივალზე. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი სოფო მინაძე პროექტის ორგანიზატორი და კულტურული ღონისძიებების ინიციატორი იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. სანამ დაგემშვიდობებოდით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე უნდა შემოგთავაზოთ საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სპეციალურ ნიშანდებას დაექვემდებარება ამას ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
გასცემს. ნიშანდებასთან ერთად ფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას დაექვემდებარება, რომელიც ასევე ფასიანი სერვისია. ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. ნახოთ სიუჟეტი ამ თემაზე და გადაცემის მეორე ნაწილში კვლავ ღვინის თემით შატო ლებერიძის დამფუძნებელთან ერთად დაგვრჩებით დაგველოდეთ. ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ღვინის კომპანიებს ეტიკეტზე ეგრეთ წოდებული ნიშანდების დატანა სავალდებულო წესით მოუწევთ. ნიშანდება იქნება ფასიანი და მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული პროექტით ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების სავარაუდო ღირებულება ერთ ბოთლზე 10 თეთრი იქნება. ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინაწლების მაჩვენებლის გათვალისწინებით შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი დაახლოებით 14-15 მილიონი ლარით გაიზრდება. დამატებით 375,000 ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმებიდანაც, რადგანაც ნიშანდებასთან ერთად გაფართოვდება იმ პროდუქციის ჩამონათვალიც, რომელიც სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება. სპეციალისტებში განსაკუთრებულ კითხვებს ღვინის სექტორისთვის ნიშანდების გადასახადის შემოღება აჩენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მოსალოდნელ ეფექტთან შედარებით ბოთლზე 10 თეთრი საკმაოდ ძვირი თანხა. თუ 10 თეთრი მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიშანდება იყოს ეტიკეტზე, ეს არის გაცილებით იმაზე ძვირი, ვიდრე ამას ეფექტი ექნება. ზოგადად რატომ უნდა იყოს ფასიანი? ანუ სავარაუდოდ ეს თანხა სხვა რაღაც მომსახურების თანხა იქნება და არა ნიშანდების, იმიტომ რომ ნიშანდება წესით ყველა შეუძლია QR კოდი დაიტანოს. დღეს ქართული კომპანიები QR კოდის დატანას ახდენენ, როცა ევროკავშირში გააქვთ ექსპორტზე და არანაირი ხა ეს დამატებითი ხარჯი არის მხოლოდ ბეჭდვის ხარჯი. ასე რომ ეს გადასახადი არ არის ნიშანდების, ეს არის გადასახადი, რომელიც უნდა რომ სახელმწიფომ აიღოს კერძო სექტორი. არის თქვა ქვეყნები, სადაც თქვა რაღაც გარკვეულ ხარისხის ნიშანზე გადასახადი არის დაწესებული გარკვეულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თუმცა ეს თანხა ხმარდება მარკეტინგს, ზოგ შემთხვევაში ხმარდება დაცვას ბაზარზე, ფალსიფიკაციის დაცვას და განდაცვას და ასე შემდეგ. საქართველოს ანუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემთხვევაში რა იქნება მიზანი, ამას ალბათ დამატებით იტყვიან. ყოველ შემთხვევაში 10 თეთრის გადასახად იმდენად დიდი თანხა გამოდის, თითო ბოთლზე 10 თეთრის გადახდა, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცა უნდა მიიღოს ღვინის კომპანიებმა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით დაანონსებულმა ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული ღვინის ხარისხის და რეპუტაციის შენარჩუნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კერძო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ ბიზნესისთვის ნიშანდების გადასახადის დაკისრებას ღვინის ხარისხთან კავშირი არ აქვს და ეს ჩვეულებრივი ბეგარა. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბეგარა რა რეალურად. ეს არის შემოღებული გადასახადი, როგორც საშემოსავლო ზრდით, DGG-ს ვიხდით და სხვა გადასახადებს, ესე იგი ღვინის სექტორს ექნება ეს გადასახადი რა, ავტომატურ რეჟიმში თან რა და აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ხა ეს დასემსახურება, არ ვიცი, ბიუჯეტს თუ გასაჭირი აქვს და რაღაც დამატებითი არასაბიუჯეტო შემოსავლები ჭირდებათ, მაშინ თქვა პირდაპირ გაუგებარია რა მიზნით არის ეს შემოღებული, იმიტომ რომ ეს არც ხარისხზე მოახდენს გავლენას, ეს არ მოახდენს არც რაღაცა ექსპორტის გაზრდაზე გავლენას, არც შიდა რეალიზაციის გაზრდას, არ ვიცი, ეს რეალურად დასემსახურება გაუგებარია. თვლი რომ ეს არის რაღაც აქციზისკენ დაბრუნება, რომელიც თავის დროზე გაუქმდა, ანუ ნიშანდება, ანუ ფაქტიურად არის აქციზის შემოღება. პირველი რომ ამის ნიშანდება, ხო ნიშანდება არ არის 10 თეთრია თუ რაც გადასახადი. ამას გარდა ამას მოყვება მთელი რიგი ტექნიკური დანახარჯები. სიახლეა ისიც, რომ ღვინის კომპანიებისთვის მცირე ზომის მარნის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი 40,000 ლიტრი ღვინის წარმოებიდან მცირდება 25,000 ליტრამდე. შესაბამისად, ასეთ კომპანიებზე აღარ გავრცელდება მცირე ზომის მარნებისთვის დადგენილი შეღავათები და სერტიფიცირების მისაღებად საჭირო იქნება ორგანოლეპტიკური შემოწმების ჩატარება. ცვლილებების შედეგად მცირე მარნის სტატუს და შეღავათებს დაახლოებით 50-მდე ღვინის კომპანია დაკარგავს. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეული მცირე ზომის მარნებისთვის შეიძლება იყოს. ნიშანდების გადასახადის დაკისრება კი ბუნებრივია ბიზნეს ხარჯს გაუზრდის, რაც პროდუქციის ღირებულებაზე იმოქმედებს. კომპანიას გაუძვირებს პროდუქციას, შესაბამისად ეს აისახება შემდეგ ღვინის გაძვირებაში, ანუ ბოთლს თუ ყიდდა მაგალითად კომპანია 25 ლარად, იძულებული იქნება, რომ ეს ტარიფი ერთ ბოთლზე
უამატოს, რაც მოხმარებლის ჯიბეზე აისახება. ეს დამატებით შემოსავალი, რომელსაც ღვინის სააგენტო მიიღებს, ამ თანხების მიმართულება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოხდეს კონსულტაცია სექტორთან, შეჯამება და სწორი მიმართულებით დაიხარჯოს და ჩემი აზრით პირადად უნდა მოხმარდეს ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მევენახეობის ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. კანონპროექტის მიხედვით ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების ვალდებულება ჯამში 520-მდე ღვინის კომპანიას, ნიშანდების კი 900-მდე ღვინის კომპანიას ექნება. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრისთვის დრო საქართველოს მთავრობას 2027 წლის 1 თებერვლამდე აქვს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და კვლავ ღვინის თემით განვავრცობთ გადაცემას. თუ წინა ბლოკში კულტურულ დიპლომატიაზე ვსაუბრობდით, ახლა მინდა ინდუსტრიას უშუალოდ მეწარმის პრიზმიდან შევხედოთ. ზოგადად მეღვინეობა ხომ ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ კომერცია. ხშირ შემთხვევაში ეს საგვარეულო ისტორიის გაცოცხლებაც არის. სწორედ ასე შეიქმნა შატო ლებერიძე მარტვილის რაიონში, სოფელ ნახურცილავოში, რომელსაც ადგილობრივები ლებერიდეს ეძახიან. ეს არის მიწა, რომელიც დამფუძნებლის დიდმა ბაბუებმა ოდესღაც ოქროთი შეიძინეს. ოჯახის ისტორიამ ბევრი ქარტეხილის გაიარა, მტკვარჩალის მაღაროებში მძიმე შრომა, შემდეგ გაგრაში ცხოვრება და აფხაზეთის ომის გამო იძულებითი ემიგრაცია. თუმცა 2013 წელს ოჯახმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ზუსტად იმ საგვარეულო მიწაზე და დაეწყოთ ბიზნესი, რომელიც მათ ფესვებს გააცოცხლებდა. დღეს შატო ლებერიძე მარტვილში ხელით დაკრეფილ ბუნებრივად და ევროპულად ფერმენტირებულ პრემიუმ კლასის ოჯალაშს აწარმოებს და მომხმარებელს საუკუნოვან გემოს თანამედროვე სტანდარტებით სთავაზობს. ბიზნესის განვითარების ისტორიასა და მონაგარზე შატო ლებერიძის დამფუძნებელი თავად ახლა უფრო მეც მოგუყვება ნათია ბერიძე, გვერდდება საქმიანი ყურებით პირდაპირ ეთერში. ნათია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და პრინციპში ეს მთელ გადაცემას ვკრავთ და საბოლოოდ ვაგვირგვინებთ შატო ლებერიძის თემით და ღვინის ისტორიას ასე ვაგრძელებთ თქვენი მეშვეობით. მადლობა კიდევ ერთხელ აქ ყოფნისთვის და მინდა რომ გადავხედოთ აი ამ 13 წლიან ისტორიას უკვე 2013-დან დღემდე. აი დღევანდელი გადმოსახედი და როგორ უყურებთ? რამდენად გაამართლა მაშინ? აი ამ საკმაოდ რთულმა გადაწყვეტილებამაც, რომ რაღაცნაირად უბრალოდ მიწა არსებობდა და ფართობი და უნდა დაგეწყოთ და აგეშენებინათ აქ ბიზნესი, თა როგორ რაღაც დნმ-ში როდებს ჩვენში ყველასში ისეთი ბიზნესი და რამდენად გაამართლა ამ ნაბიჯმა და რამდენად პოვა უკვე განვითარება აი ამ 13 წლის განმავლობაში ამ იდეამ უკვე პრაქტიკაში. კი ბატონო, კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა და საინტერესო წარდგენისთვის. ჩვენ ვიყავით თქვენთან დაახლოებით ოქტომბრის პერიოდში და ვისაუბრეთ ამ დასაწყისებთან დაკავშირებით. მოგიყვებით იმას, რომ საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი გქონდა. რაც შეეხება ზოგადად გამართლებას, ძალიან დიდი შრომა მოყვება, რა თქმა უნდა, ზოგადად ვენახის გაშენებას, შემდგომ ღვინის წარმოებას, იმ ხარისხის, ესე ვთქვათ, დაჭერას, რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს. და ზოგადად აი ამ შატოს პრინციპით ამ ლოკაციის ესე ვთქვათ აშენებას, შექმნას და რა თქმა უნდა დიდი შრომა არის ის რომ ეს იყოს ნამდვილად წარმატებული ბიზნესი. თუმცა აი რომ გადავხედოთ ამ 13 წლიან ისტორიას საკმაოდ დიდი გამოწვევები იყო, საკმაოდ დიდი შრომა ჩავდეთ და აი ბოლო 3 წელია, რაც ჩვენ უკვე გადავედით, ესე ვთქვათ, ეკონომიკური საქმიანობის პრინციპში. ღვინოს ვაწარმოებთ დავიწყეთ ოჯალაში 23 წლიდან და რამოდენიმე სხვა ჯიშიც გვაქვს გაშენებული და წელს, ესე ვთქვათ, ავიღეთ პირველი მოსავალი მაიჭყვატურის და ჭვიტილურის და ესე ვთქვათ, სასინჯოთ ჩვენთვის გავაკეთეთ რამოდენიმე ვარიაცია, რომელსაც იმედია მე უკვე გადავწყვიტავთ, ანუ კუპაჟის პრინციპით დავაყენოთ, ცალკე დავაყენოთ და ასევე შევთავაზებთ სამომავლოდ მომხმარებელს. თუმცა ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს, მაგალითად ფესტივალებში მონაწილეობა და ის ცნობადობა, რაც მოიტანა
რა თქმა უნდა ხარისხმა და იმ შრომამ რაც არის ჩადებული არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი გამოხმაურებაც აქვს რა თქმა უნდა. ხო ნათია დღევანდელ რეალობაში ზოგადად მუშაობს ასე რომ მარტო სითხე კი არ იყიდება ამბავი რასაც ეს ღვინო ყვება. თქვენ შემთხვევაში ეს საინტერესო ისტორია რამდენად მუშაობს და რამდენად იქცა მათ შორის კომერციულად ასე ვთქვათ პრაქტიკაში გამოსაყენებელ იარაღად. განსაკუთრებით უცხოელებს ხიბლავთ ხოლმე ასეთ ისტორიებს. ხიბლავთ ყველას ესეთი ისტორიებით, რა თქმა უნდა. ნუ დღეს ზოგადად ესეთი ნარატივიც არსებობს, რომ როდესაც მოდის მომხმარებელი, მას არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სითხე, იმიტომ რომ ბაზარი არის საკმაოდ ფართო, ნუ სამეგრელოს, რა თქმა უნდა, იმდენად მასშტაბურად წარმოდგენილი არ არის, როგორც ვიცით, შედარებით უფრო ექსკლუზიური ტიპის ღვინოები არსებობს სამეგრელოს ნაწილში. თუმცა გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ ექსკლუზიურობასაც ვთავაზობთ, ამის მიღმა, რა თქმა უნდა, აინტერესებთ ისტორია, რა დგას, ვინ არის მწარმოებელი. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის ის, რომ არის ქალი მწარმოებელი. იმიტომ რომ ჩვენ ხო არა მხოლოდ ესე ვთქვათ წარმოებლის როლში ვართ, ხო? ჩვენ ვართ ასევე კულტურის მატარებელი, რაღაც ტრადიციების გადმომცემის, ესეთი კუთხით რო შევხედოთ, ანუ ქალები ღვინოში ყოველთვის იყვნენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რაღაც ახალი ტენდენცია, ხო? უბრალოდ ეს ხილვადობა გაიზარდა, ანუ ლიდერობის კუთხით ხილვადობა გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა მარკეტინგული კუთხით არის ერთ-ერთი ძალიან კარგი გასაყიდი, ხო, ხერხი, ესე ვიტყოდი. და რა თქმა უნდა ისტორია ყოველთვის ყველას აინტერესებს, როცა ანუ უყვები, რომ ამდენი წლის შემდგომ რაღაც ახმშენებლობის პროცესში ხარ, არის ძალიან დიდი გამოხმაურება, აინტერესებთ, რა თქმა უნდა, ადგილზე მოსვლა, აინტერესებთ თვითონ ვენახის დათვალიერება, ტერუარის ნახვა, ძალიან ბევრი საინტერესო მიმზიდველი ადგილის არის ირგვლივ და მოკლედ, ესე ვთქვათ, დიდი პაკეტის ფარგლებში შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამ შევთავაზოთ და ნუ ხო, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ კარგი გამოხმაურება და ესე ვთქვათ, სამუშაო ვერსია არის, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ. ძალიან ძლიერ კონკურენციაში გიწევთ ოპერირება. ერთი მხრივ ყავთ ქართველები, კახეთს რომ თავი დავანებოთ ხო მათ შორის დასავლეთიდანაც თუნდაც იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ასე შემდეგ და ნუ ცხადია ხა ევროპული ღვინითაც საკმაოდ გაჯერებულია ჩვენი ბაზარი. აი ამ კონკურენციაში რა არის მეგრული ღვინის უპირატესობა? რა გამოარჩევს თქვენს ოჯალეშს და როგორ პოზიციონირებთ რომ ეს უპირატესობა ცხადად აჩვენოთ ბაზარს? კი ბატონო, ჩვენი უპირატესობა ძირითადად არის ის, ანუ ასე პოზიციონირებთ, რომ ვენახი რაც ჩვენ გვაქვს, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ბიო იყოს მიმართულება. მაქსიმალურად კი არა და სრულად მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით ვცდილობთ რომ გავზარდოთ, არ იყოს ქიმიური ჩარევა არანაირი. თვითონ წარმოებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, კონვენციურს მივყვებით და ამას ახლავს თავისი, ასე ვთქვათ, პროტოკოლი და ტექნოლოგია, თუმცა მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, თავაზობთ ექსკლუზიურობას, ასევე ხარისხი არის პირველი, რაც უნდა შესთავაზო. ამ ხელა დიდი ბაზარი როცა არის და არის ეს დიდი კონკურენცია, ეს არის პირველი, მე ვიტყოდი, რომ უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი ღვინო. მათ შორის ახლავდეს ისტორია, იმიტომ რომ ესეც, რა თქმა უნდა, აინტერესებს ძალიან მოხმარებელს, ვერ იტყვი, რომ ამის გარეშე მარტივად, ესე ვთქვათ, შეგიძლია გაყიდო და თუმცა ვიტყოდი იმას, რომ არის განსხვავება აი ეს ინდუსტრიული და ესე ვთქვათ, ნიშური ღვინოების სხვადასხვა მიმართულება. ნუ, როდესაც ხარ პატარა მცირე მარანი, რა თქმა უნდა, ეს ნიშური წარმოება უფრო მიმზიდველი არის მომხმარებლისთვისაც და უფრო თვალსაჩინოა, რა განსხვავებები არის, დაანახო ის ხარისხი, პროცესი და მათ შორის გაქვს შესაძლებლობა, როდესაც ოჯახური მარნის ტიპის წარმოება გაქვს თვითონ მომხმარებელიც რაღაც ნაწილობრივ ჩართო, როდესაც შესთავაზებ, თქვათ, ადგილზე მოსვლას და მთელი პროცედურის ნახვას თვითონ. ანუ ესეც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, უპირატესობა შეიძლება ჩაითვალოს. რა სახვედრებთ ადგილზე? უშუალოდ შატო ლებერიძეში მოსულ სტუმარს რა ელოდება მიღმა ღვინისა?
და ღვინოსთან ერთად. კი ბატონო, ესეც საინტერესო მიმართულება, რომელიც დაიწყეს ჩვენ ამ მიმართულების განვითარება. სახლი, ესე ვთქვათ, აღვადგინეთ და ცოტა გადავაკეთეთ და ვემზადებით იმისთვის, რომ სტუმრების მიღებაც იქნება აუცილებლად შესაძლებელი. რა თქმა უნდა, გვაქვს ჯარგვალი, ჩვენი მეგრული, სადაც ნაწილობრივ მარნის ფუნქციაც აქვს, ანუ წარმოების ნაწილში, სადაც ღვინოები ინახება და ასევე, რა თქმა უნდა, იქნება შესაძლებლობა, რომ შემდგომში დავაგემოვნოთ მეგრული სამზარეულო, რომელსაც რა თქმა უნდა უხდება ოჯალეში და მეგრული დიახ ღვინოები. ხო და მე მაინტერესებს რა პერიოდს უყურებს ახლა ეს ამბავი, უკვე აგროტურისტული მიმართულებით ბიზნესის განვითარება. ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გვინდა რომ ჩვენ ეს ვთქვათ მყარად შევქმნათ, მათ შორის იმედი მაქვს რომ გაზაფხულისთვის გვექნება შესაძლებლობა რომ დავიწყოთ უკვე ნაწილობრივ ასე ვთქვათ ტურისტების მიღება, ასევე ვიტყოდი რომ მარტვილის რაიონი ძალიან საინტერესო არის, ტურისტული ნაკადი საკმაოდ დიდი არის, იმიტომ რომ არის ესე ჩვენი მარანი არის განლაგებული ისეთ ადგილას, სადაც ორი ისტორიული და ტურისტული ლოკაცია არის, ანუ თვითონ მარტვილის კანიონი და ქალაქები, სადაც საკმაოდ დიდი ნაკადები არის და ზოგადად ისედაც არის ხოლმე, რომ გზაზეც ჩერდებიან, საკმაოდ ლამაზი ადგილი არის, ანუ მდინარის პირი, მთა, ანუ ირგული შეგიძლიათ პატარა ვენახები ნახოთ და სახლიც ისე გავაკეთეთ, რომ საკმაოდ მიმზიდველი იყოს და შესაბამისად მოთხოვნებიც არის უკვე ახლა ამ ეტაპზე, თუმცა კახეთთან შედარებით მაგალითად სამეგრელოს ღვინის ტურისტული მარშრუტები აუთვისებელია, ტურისტებისთვისაც ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ რო ჩადიან რაღაცა ნიშნებით ცოტა ასე ვთქვათ გვაკლია, რომ აი ღვინის მიმართულებაც ვთქვათ არის საკმაოდ განვითარებული. აი, ამ ნაწილში რა გჭირდება, თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით იმისთვის, რომ მეტი ცნობადობა გაჩნდეს, მათ შორის უცხოელ ვიზიტორებში, რომ აი, ვინც ღვინის დეგუსტაციაზე ჩადის, კახეთში კი არ ჩავიდეს, არამედ მოდი სამეგრელოც აი ამ ტურში ჩავსვათ. ეს არის საკმაოდ საინტერესო და ესე ვთქვათ, გამოწვევებით სავსე მიმართულება, ვინაიდან სამეგრელოს მხარე არ არის ამდენად ცნობილი, როგორც კახეთი, რა თქმა უნდა, ამაზე სამუშაო არის, ესე ვთქვათ, ტურისტული მიმართულების კომპანიებთან, მათ შორის სააგენტოსთან, თუმცა სააგენტო ძალიან დიდ შრომას დებს და წევს სამეგრელოს მიმართულებით, რა თქმა უნდა, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ, ასევე არის ღვინის გზა, ანუ და არის ძალიან ბევრი ნიშნები, მარნებიც არსებობს და ესე ვთქვათ, ვისაც აინტერესებს დასავლური კონკრეტულად ჯიშები და არა მხოლოდ კახეთის მიმართულება, რა თქმა უნდა მოდიან, თუმცა ინფრასტრუქტურის ნაწილში მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდანაც საჭიროა და ალბათ მუშაობა თვითონ ტურისტულ კომპანიებთან, თუმცა არიან ძალიან ბევრი კომპანიები, რომლებმაც იციან უკვე, რომ აი ეს კონკრეტული, ესე ვთქვათ, ექსკლუზიური ტიპის ვენახები და ღვინო არსებობს სამეგრელოში და დადიან უკვე მოყავთ ესე ვთქვათ ტურისტები და ასე შემდეგ. მეტი ტურისტი. მეტი ტურისტი და ცხადი ადგილობრივი ვიზიტორიც და შევაჯამოთ სარეალიზაციო მასშტაბით დღეს როგორ გამოიყურება და გეგმაშიც რა არის თან სამეგრელოში გვიანი წყება შედარებით რთველი, მაგრამ ნელ-ნელა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სეზონსაც მოახლოვდებით და კი ბატონო, რო შევაჯამოთ, ვიტყოდი ესე, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის 23-24 წლის ღვინოებს ვიწყებთ, ვუშვებთ, ესე ვთქვათ, ვემზადებით, რომ გაყიდვაში ჩაუშვათ. რაც შეეხება 25 წლის ღვინოებს, აი როგორც ვამბობდი, რთველი ჩვენთან საკმაოდ გვიანი წყება ეს არის ნოემბრის ბოლო, რა თქმა უნდა, ხარისხზე არის ყურძნის ხარისხზე დამოკიდებული და შესაბამისად, სამაგალითოდ რომ მოვიყვანოთ 25 წლის წლევანდელი, ვთქვათ, 24 წლის მოსავლის 25 წლის ღვინოს, რასაც ვეძახით, დაიწყება გაყიდვები 1 წელიწადში. ანუ ჩვენ ასევე იმას მიმართულებას მივყვებით, რომ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ის გემოვნური თვისებები, რაც აქვს ყურძენს და ღვინოს და გაუფილტრავ, ესე ვთქვათ, ღვინოს მივყვებით და შესაბამისად ამას თავისი პერიოდი ჭირდება, რაც დაახლოებით კიდე 1 წელი უნდა, რომ ეს ღვინო იყოს ისეთ კონდიციაში, რაც ხარისხთან შესაბამისი იქნება.
თუმცა გაყიდვებთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ჩვენ ასევე წარმოდგენილი ვართ ფესტივალებზე და მსად ვართ, რომ ასევე დავაგემოვნოთ, ასევე გაყიდვის მიმართულებით ვიმუშაოთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში 8000 მოსავალი ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა დიახ მცირე თუ დიდი მარნის და ღვინის კომპანიის, რომელიც ესე ვთქვათ სტაბილურად მხარს უჭერს ყველა მეღვინეს. წარმატება ძალიან დიდი, ნათია, ბევრი საინტერესო სტუმარი, საინტერესო დამგემოვნებელი და ცხადია ბიზნესის ზრდა და განვითარება თქვენს ანგარიშზე. ნათია ბერიძე, შატო ლებერიძეს დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, სანამ დაგემშვიდობებოდით. კიდევ ერთი ვიდეო ისტორია უნდა შემოგთავაზოთ. მსოფლიო ღვინის ბაზარი 2026 წელს უკვე შედარებით სტაბილურ ფაზაში შევიდა, სადაც მთავარი აქცენტი რაოდენობის ზრდის ნაცვლად ხარისხსა და პრესტიჟულ სეგმენტებზეა ორიენტირებული. გასული 2025 წელი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, რომ ინდუსტრია მაღალფასიან ნიშურ და ისტორიულ ღვინოებზეა ფოკუსირებული. მსოფლიო შემოსავალი დაახლოებით 347 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა წარმოება რაოდენობრივად 5 წლიან საშუალოს 7%-ით ჩამორჩება. ლიდერები კვლავ კლასიკური რეგიონები არიან იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი სეგმენტი ცქრიალა ღვინო ხდება, რომლის წილიც 2027 წლისთვის თითქმის 7%-ს მიაღწევს. ინვესტორებისა და კოლექციონერების ინტერესის გაზრდა ნიშურ ღვინოებში, ბაზრის ხარისხზე ორიენტაცია და ასევე გამჭვირვალობის გაზრდა შექმნის ისეთ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს პრემიუმ ღვინოების მუდმივ მიმზიდველობას, სტაბილურობას და გრძელვადიან განვითარებას. ნახოთ თიკონ ატმელაძის მიერ მომზადებული ვიდეო ისტორია ამ თემის შესახებ. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ორშაბათს ეთერს უკვე მარია მიზორია გაუძღვება. დროებით. ღვინის წარმოების ინდუსტრია მთელს მსოფლიოში ეტაპობრივად ფორმირდება. ის გამორჩეული ცვლილება, რომელიც ბოლო წლებში გამოიკვეთა, ბაზრის სულ უფრო მეტად მაღალი ფასის, ხარისხისა და ისტორიული მახასიათებლების პროდუქტებზე ორიენტირებაა. გასული 2025 წელიც ამ ფაქტს ხაზს უსვამდა და აღმოჩნდა, რომ არა რაოდენობის ზრდაზე, არამედ სწორედ მაღალი სეგმენტის ღვინის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სექტორის შემოსავლება მთელს მსოფლიოში დაახლოებით 747 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა გასული წლის განმავლობაში წარმოებული მოცულობები 5 წლიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით ნაკლები იყო და 228-დან 235 მილიონ ჰექტოლიტრს შორის მერყეობდა. მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს შორის კი ის ტრადიციული რეგიონები ლიდერობენ, რომლებიც საუკუნეები არაც ღვინის სამშობლო, ტრადიციებისა და კულტურის წარმოშობის ადგილად ითვლებიან. პირველობას იტალია ინარჩუნებს, რომელმაც 2025 წლის განმავლობაში 47 მილიონ ჰექტოლიტრზე მეტი ღვინო აწარმოა. მეორე პოზიციას საფრანგეთი იკავებს 45 მილიონი ჰექტოლიტრით, რასაც ესპანეთი 37 მილიონით მოყვება, ხოლო ხუთაუს ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს, რომელიც ღვინის წარმოებას წლიდან წლამდე ზრდის და კონკრეტულად 2025-ში ამ ქვეყანამ 24 მილიონ ჰექტოლიტრზე მეტი ღვინო აწარმოა. ასევე ბაზარმა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც გამოკვეთა. ბოლო პერიოდში სექტორის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სეგმენტი ცქრიალა ღვინოა, რომლის წილიც ექსპერტების ვარაუდით 2027 წლისთვის 6.94%-მდე გაიზრდება. პარალელურად ტრადიციული ღვინო ძლიერ კონკურენციაში ექცევა და შედარებით სუსტ პოზიციაშია. გრძელვადიან პროგნოზებსაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2033 წლისთვის ამ ინდუსტრიაში $1 ტრილიონ მეტის გენერირებაა მოსალოდნელი, რაც ამ მდგომარეობით 8.8%-იანი წლიური ზრდის ტემპის შედეგი იქნება. ამის მიუხედავად, ინდუსტრია სტრუქტურული რისკების წინაშეც დგას. კლიმატური ცვლილებები და მოთხოვნის მერყეობა შედეგებზე სარკისებურად აისახება. 2025 წელი როგორც ინვესტორებისთვის, ისე მწარმოებლებისთვის გადახედვისა და ადაპტაციის წელი აღმოჩნდა. ახლა კი 2026 წელს ღვინის გლობალური ბაზარი უფრო ჯანსაღ და სტაბილურ ფაზაში შედის, რომელიც სპეკულაციურად რაოდენობების ზრდის ნაცვლად ბაზრის ხარისხით, შერჩევითობითა და გამჭვირვალობით მართვას მოიაზრებს. სულ უფრო აქტიურდებიან კოლექციონერები, რომლებიც ძველ ნიშურ და ხარისხიან ღვინოებს იძიებენ და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც იხდიან. შესაბამისად წელს ტენდენცია ასეთია. პრემიუმ ღვინოები განსაკუთრებულ მიმზიდველობას ინარჩუნებს, ხოლო ბაზარი თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებას ცდილობს ისე, რომ თავისი ფუნდამენტური ღირებულებები არ დაკარგოს.